მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა, ასეთ საინტერესო თემაზე თუ როგორ განვითარდება ზოგადად თქვენი პირადი სასიყვარულო ურთიერთობები. მოდით ვნახოთ მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. დავარიგებახლავე ვარიანტებს, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი პირადი სასიყვარულო ურთიერთობები მომდევნო 2 თვის განმავლობაში მაქსიმუმ. როგორ განვითარდება პირველი ვარიანტისთვის, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტისთვის და როგორ განვითარდება მესამე ვარიანტისთვის.ახლავე დავამატებთ მეგობრებო ქვებს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ, რომელიც ყველაზე მეტად გეძახით და თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსებისთვის აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, მოიწონეთ პოსტი. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. როგორ განვითარდება თქვენი პირადი მომდევნო მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. ნახეთ, აქ როგორი ენერგია ამოვიდა თავდაპირველადვე. პირველ რიგში აქ აშკარად ჩანს განმარტოვება და ნახეთ, ახლო მომავალში თქვენ გექნებათ იმის საშუალება, რომ თქვენთვის სასურველ ადამიანთან განმარტოვდეთ მთელი სამყაროსგან. და რას გულისხმობ? უპირველეს ყოვლისა, თუ თქვენ გყავთ პარტნიორი ცხოვრების ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ახლო მომავალში დიდი შანსია ერთად სადმე წახვიდეთ, ან ერთად ცალკე გაისაუბროთ რაღაც კონკრეტულ საკითხზე, ხო? ანუ აქ ჩანს აშკარად განმარტოვება. 2 თქვენგანის განმარტოვება. ხოლო თუ თქვენ არ გყავთ პარტნიორი, ამ შემთხვევაში ვინც თქვენ მოგწონთ, ვინც თქვენ გიზიდავთ, ისეთ მამაკაცთან ან ქალბატონთან გექნებათ იმის შანსი, რომ განმარტოვდეთ და სადღაც გულსრფელად მოილაპარაკოთ. მით უმეტეს თუ ჩვენ ვეხებით ისეთ ურთიერთობებს, სადაც არის მეგობრებთა დაჯგუფება და კონკრეტული ადამიანი მოგწონთ, გიზიდავთ, მაგრამ ცალკე მარტო ვერსად ვერ მიდიხართ ხოლმე. თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე საერთოდ არც არავინ არ მოგწონთ და არც გაინტერესებთ, ესე იგი ამ პერიოდის განმავლობაში დიდი ალბათობით გამოჩნდება ასეთი პიროვნება, ვინც მოგიზიდავთ და გაინტერესებთ რომანტიკული ასპექტით და აქ იქნება 2 თქვენგანის განმარტოვება, ძალიან გულწრფელი, გულახდილი საუბარი, ისეთი შეგრძნება, თითქოს მხოლოდ თქვენ და ის არსებობთ. დავამატოთ ახლა ტაროს არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი პირადი მომდევნო მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. აქ რაღაც არჩევნის წინაშე დადგებით დიდი ალბათობით, თითქოს აქ იქნება კონკრეტული პირველ რიგში აქ რაღაც ემოციურ კრიზისს ხედავ, მოდით ამით დავიწყებ. და ნახეთ, თითქოს დადგებით ისეთი არჩევნის წინაშე, სადაც მოგიწევთ არჩევა კარიერასა და ადამიანს შორის, კარიერასა და სასიყვარულო ურთიერთობებს შორის, ან შეიძლება რეზონირდეს ცოტა სხვანაირად და როგორ? რეზონირდეს ისე, რომ თქვენ გექნებათ ისეთი შეგრძნება, თითქოს ბოლომდე ვერ ხვდებით, გსურთ თუ არა სასიყვარულო ურთიერთობები, გსურთ თუ არა კონკრეტულად ამა თუ იმ ადამიანთან ეს ურთიერთობები. ხვდებით ხომ? ანუ რაღაც ასეთ ენერგიებს ვხედავ, სადაც მოდის ჩამოუყალიბლებლობა, სადაც მოდის საკუთარ თავთან კონფლიქტი, საკუთარ თავთან ბრძოლაც სადღაც, თუმცა მიუხედავად ამისა, მინდა გაგახაროთ იმით, რომ თქვენს რეალობაში შემოდის მეტი ჰარმონია, იმიტომ რომ თქვენ შეძლებთ ამის დაბრკოლებას.
ცხადია ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ რა სიტუაციაც არ უნდა იყოს ზემოთ ხსენებულებიდან, თქვენ აუცილებლად შეძლებთ რომ ეს დააბრკოლოთ და მეცაც ვიტყვი თქვენ აუცილებლად იგრძნობთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან ძალიან ბევრ ყურადღებას, ძალიან ბევრ რომანტიულ შეგრძნებას, იგრძნობთ აუცილებლად იმას რომ ხართ სასურველი, იმას რომ ხართ საინტერესო, იმას რომ ნიმზიდველი ხართ სასწაულად, თუმცა მანამდე აქ აუცილებლად იქნება რაღაც ასართა დაპირისპირებები, კონფლიქტები, არჩევნის წინაშე დადგომა, გაურკვევლობები საკუთარ თავში, მაგრამ ხას უსვამ იმას, რომ დიახ, გარედან შეიძლება ჩანდეს ისე თითქოს ორ ადამიანს შორის ვერ ირჩევთ მაგალითად, ხო? მაგრამ პასუხი თქვენს თავში უნდა ეძებოთ, იმიტომ რომ აქ თქვენ გჭირდებათ მეტი თვითშემეცნება. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება, როგორ განვითარდება ნდობა. ეს სიტუაცია უკაცრავად დავაპაუზე შემთხვევით, ეს სიტუაცია თქვენ გასწავლით ნდობას სამყაროსა და საკუთარი თავის მიმართ, ასეთი არკანი ამოვიდა. და პირველ რიგში ამ არკანიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ ის, რომ თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე გყავთ პარტნიორი, რა თქმა უნდა, აქ თქვენი ნდობა ერთმანეთის მიმართ გაუმჯობესდება, ჩაღრმავდება, ხოლო თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ გყავთ პარტნიორი, ამ შემთხვევაში თქვენ სამყარო იცოდეთ, რომ გასწავლით მეტ ნდობას მის მიმართ, ნდობას სამყაროს მიმართ და იცით რატომ? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ სამყაროს ვენდობით, ჩვენ ვიცით რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს რეალობაში, ყველაფერი ხდება ჩვენ სასიკეთოდ, ხო? თუ კონკრეტული ადამიანი წავიდა ჩვენი რეალობიდან, ესე იგი ასეც იყო საჭირო, ესე იგი სამყარო ვიღაც ბევრად უკეთეს გვიმზადებს. სიტყვაზე ვთქვათ. ხვდებით ხომ და მოკლედ რომ ითქვას, აქ იქნება რაღაც გაკვეთილები ნდობასთან დაკავშირებით სამყაროს მიმართ, რომლებსაც უკვე გადიხართ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები უფრო სწორად, მომდევნო მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. თასების მეფე, ხმლების 7-იანი, არკანი სიკვდილი, პენტაკლების 8-იანი და არკანი მანკი. ნუ აქ ხედავ აშკარად უმძლავრეს ტრანსფორმაციას, მძლავრ და სხვათა შორის ძალიან რადიკალურ ცვლილებებს სასიყვარულო ასპექტით და მინდა გითხრათ, რომ ეს ცვლილებები დიახ იქნება მძლავრი, დიახ იქნება უმძლავრესი, მაგრამ იქნება სასიკეთო. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მომენტებში ნამდვილად დიდი შანსია იგრძნოთ სიმძიმე, იგრძნოთ თითქოს ცხოვრებას ვერ აკონტროლებთ, მაგრამ მოდით ვიქნები გულურწმელი, საერთოდ არ არის აუცილებელი რეალობა ვაკონტროლოთ, მაგრამ ყველაფერი იქნება მაქსიმალურად თქვენს ხელში და ყველაფერი ვითარდება თქვენ სასიკეთოდ. გავიმეორებ მეორე ვარიანტი. აბსოლუტურად ყველაფერი. და იცით, აქ იქნება თქვენი მოტყუების მცდელობები, ენერგეტიკული ქურდობის მცდელობები სასიყვარულო ურთიერთობებში, მაგრამ ამავდროულად იქნება ძალიან ბევრი ყურადღება თქვენს მიმართ და დამიჯერეთ მომდევნო 2 თვის შემდგომ ან 3 თვის შემდგომ, იმიტომ რომ ბევრთან სიტუაცია ცოტა გაიწელება. თქვენ იგრძნობთ იმას, რომ თქვენი რეალობა მაქსიმალურად თქვენს ხელში არის და აუცილებლად იგრძნობთ საკუთარ რეალობაში ნამდვილ სიყვარულს. იგრძნობთ იმას, რომ თქვენი რეალობა მაქსიმალურად არა უბრალოდ თქვენს ხელში არის, არამედ თქვენს კონტროლს ექვემდებარება. და იგრძნობთ იმას, რომ სასიყვარულო ურთიერთობები თქვენს რეალობაში არის ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ. უბრალოდ გავიმეორებ, აქ მოდის რიგითი ტრანსფორმაციები და კონკრეტული უფრო მამაკაცის ენერგიები მოდის და კონკრეტული მამაკაცის მხრიდან დიდი შანსია იყოს რაღაც მოტყუებისა და მანიპულაციების მცდელობა, თითქოს კონკრეტული ადამიანი ეცდება თქვენთან ან სქესობრივი კავშირი დაიკავოს, ან პირდაპირ გაგებით იქურდოს, რაღაც მოიპაროს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს დავუშვათ ფული, ხო?
იმიტომ რომ რაღაც მატერიალური ენერგია წამოვიდა. ხოლო თუ თქვენ ხართ მამაკაცი და ჩაიფიქრეთ მეორე ვარიანტი, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ იყავით მაქსიმალურად ფრთხილად იმასთან თუ ვის რა სახის ინფორმაციებს უზიარებთ. ზოგადად ეს ქალებსაც ეხება, მაგრამ მამაკაცების შემთხვევაში ეს ენერგია უფრო ინტენსიურად ჩანს, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსია დანაზურგში მიიღოთ კონკრეტული ან ქალისგან, ან თქვენ წარმოიდგინეთ და მამაკაცი მეგობრისგან, რომელიც თქვენს პირად ურთიერთობებს გააფუჭებს. სულ ეს არის მეორე ვარიანტი. ცოტა მძიმე ენერგიები არის, მაგრამ მიყავხარ ძალიან პოზიტიურ შედეგთან და გადავიდეთ ახლა მესამე ვარიანტზე, თქვენთან რა ხდება. ძალიან ახლო მომავალში აქ იქნება ძალიან გულურწფელი საუბრები და გულურწფელი კომუნიკაციები და პირველ რიგში მესამე ვარიანტი, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან სასიამოვნო არკანი და მაგალითად თუ თქვენს რეალობაში არის კონკრეტული მამაკაცი, რომელთანაც თქვენ გსურთ ურთიერთობის გაუმჯობესება, მაგალითად მოგწონთ კონკრეტული ადამიანი, ან გაქვთ დაპაუზებული ურთიერთობა, ხო? ან უბრალოდ ყავთ პარტნიორი, ყველასთან ინდივიდუალური სიტუაცია არის, ხო? რაც არ უნდა იყოს, აქ იქნება თქვენთვის სასურველ ადამიანთან, ვის მიმართაც გაქვთ გრძნობები, გულწრფელი, გულახდილი საუბარი, სადაც ორივე თქვენგანი შეძლებს გააზიაროს საკუთარი აზრი, საკუთარი შეხედულება ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით და საკუთარი ბრჭყალებში პრეტენზიები. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ, სანამ ეს საუბარი შედგება, მანამდე პირადად თქვენთვის მესამე ვარიანტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეთ და გააკეთოთ სიღრმისეული ანალიზი იმისა, თუ რა გსურთ ზოგადად სასიყვარულო ურთიერთობებისგან, რა გსურთ კონკრეტულად ამ ადამიანისგან, რა არის თქვენთვის ნამდვილი სიყვარული, როგორი ურთიერთობა გსურთ და ასე შემდეგ. თქვენ გჭირდებათ ის, რომ ჩამოყალიბდეთ, რათა როდესაც ეს მომენტი მოვა, შეძლოთ და გულწრფელად თქვათ ყველაფერი და გაანალიზებული იყოს ყოველი თქვენი ნაბიჯი. ხვდებით ხომ? დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მესამე ვარიანტის პირადი მომდევნო მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში. პენტაკლების ტუსი და კვერთხების რაინდი. ნამდვილად აღარ მინდა არკანების დამატება აქ, იმიტომ რომ მაშკარად მოვიდა უკვე პასუხი. თქვენს რეალობაში შემოდის სრულიად ახალი ენერგიები და იცით, თქვენს რეალობაში შემოდის ახალი შანსები და ახალი პერსპექტივები. თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ ყავთ პარტნიორი, ძალიან დიდი შანსია შემოვიდეს ეს ახალი ენერგიები, ახალი ადამიანის, ახალი პარტნიორისა თუ პოტენციალური პარტნიორის სახით, რომელთანაც იქნება გულურწფელი ურთიერთობა. თუ მაგალითად თქვენ არ ყავთ ადამიანი, რომლის მიმართაც გაქვთ გრძნობები, ანუ პოტენციალური პარტნიორი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თქვენს რეალობაში გამოჩნდება ასეთი ადამიანი და იქნება ძალიან ბევრი გულურწფელობა და გულახდილობა თქვენ შორის, იმიტომ რომ ძალიან კარგი ენერგიები ამოდის. ხოლო თუ თქვენ ყავთ პოტენციალური პარტნიორი, ადამიანი, ვის მიმართაც გრძნობები გაქვთ, დაპაუზებული ურთიერთობა, ან პარტნიორი პირდაპირ გაგებით, აქ აუცილებლად იქნება შანსი იმისა, რომ ურთიერთობა აღდგეს, გაუმჯობესდეს და რაღაც ახალ საფეხურზე გადავიდეს. აუცილებლად იქნება ამის შანსი. და აუცილებლად წავა ურთიერთობა წინ. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.